კომედი ჯგუფის ყოფილმა მსახიობმა და გადაცემა თქვენი შოუს ყოფილმა პროდიუსერმა დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-დან მისი წამოსვლის მიზეზებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. გიორგი აფსიაურის განცხადებით მას არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ვანო ჯავახიშვილმა პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება აუგრძალა, რის შემდეგაც აფსიაურს რუსთავი 2-ში ახალი გადაცემა ჩააბარეს და სარედაქციო დამოუკიდებლობას დაპირდნენ. გიორგი აფსიაურის განცხადებით თქვენი შოუ ეთერში მხოლოდ რამდენიმე თვე გავიდა. პრეზიდენტის პოპულარული პაროდისტი აცხადებს, რომ ვანო ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია სხვა იუმორისტებმაც დატოვეს, თუმცა ეს ინფორმაცია ამ დრომდე არ გახმაურებულა. გიორგი აფსიაურმა დღეს მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პროფკავშირებში ახალგაზრდულ ფრთას უხელმძღვანელებს. თვით ადრე არჩევნებამდე ჩემთან პირად საუბარში ვანო ჯავახიშვილმა ახსენა, რომ პოლიტიკური იუმორი არ უნდა მეკეთებინა. ვანო შოუში ფაქტიურად აღარ ჩანდი და კომედი შოუზე მიშა ანდღულაძემ განმიცხადა, რომ პრეზიდენტის პაროდია მოძველდა და ის უნდა ამოგვეღო არ გაგუკეთებინა. მე შეგახსენებ, ეს ხდება არჩევნებამდე რაღაც დროით ადრე პრეზიდენტის პაროდია მოძველდა. მე ამ განცხადებით ან ვანო ჯავახიშვილის დასჯა ან რომელიმე დასჯა არ მინდა, უბრალოდ შევეცდები, რომ საზოგადოების ურამდე მივიტანო სიმართლე. შეიძლება ეს სიმართლე ვიღაცას პრობლემას უქმნიდეს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ვერავის ვერაფერს ვერ უშველე. ჩემი მიზანია პირდაპირ გეტყვით თქვენთან ჟურნალისტებთან ვანო ჯავახიშვილის მარტო დატოვება. ამ სამსახურში არიან ადამიანები, ვინც რა თქმა უნდა დიდ პატივისცემას იმსახურებს ჩემი მხრიდან, არ არიან ამ სექტის ნაწილი და მე მათ მოუწოდებ, რომ დროზე გაემიჯნონ ამ აურზაურს.